მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ვნახოთ ჩვენ ასეთი გაშლა, იღებ თუ არა შენ იმას, რაც შენ გინდა ამ ურთიერთობიდან. ვიცი ჩვენ უკვე, ვინც ჩვენთან დიდი ხანია, რომ ჩვენ ვიცით, რომ პარტნიორი შემოდის ყოველთვის რაღაცისთვის ჩვენ ცხოვრებაში და რაც უფრო მალე ამას გავიგებთ, უფრო კარგი ურთიერთობები შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ჩვენ, როცა კი არ ვზივარ და არ ნერვიულობ და არ ვტირივარ, უბრალოდ როცა რაღაცა არ მიდის ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნებოდა ჩვენთვის, მაგას ვსწავლობთ და მაგას თქვათ ვარჩევთ და ხვდებით უფრო მეტად, ანუ რა სარგებელი მოაქვს თუნდაც იმ სიტუაციას, რა სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეთ მოცემულ მომენტში. მოდით ვნახოთ დღეს რატომღაც ვიფიქრე, მან არა ავიღო და ერთი დასტა კიდე აქ მიდევს და ეგრევე გამაჩვენებს მზის არკანს ნახეთ და ერთად მოდის იეროფანტიც და მოდის ბედნიერება და მოდის ოთხიანი, ანუ ზუსტად ესე იგი აი ეს სიტუაცია, რაც მინდა რომ დღეს განვიხილო რა. აქ საინტერესო მზის არკანი, ორი ადამიანი, ორი ბავშვი არის, ერთი ითრევს თავისკენ, მეორე აქ თავისკენ ითრევს რა. პრინციპში სიტუაციაში ნებისმიერ ურთიერთობაში ყველას უნდა რომ იყოს კარგად, ხო? მეც მინდა ვიყო კარგად, ჩემ პარტნიორსაც უნდა რომ იყოს კარგად, ხო? მაგრამ მაგისთვის ჩვენ უნდა გავიაროთ რაღაცა, ვისწავლოთ, რაღაცა სიბრძნე უნდა მივიღოთ, რომელიც უკვე ზემოდან არის ჩვენთვის მოცემული და ქვემოთ უნდა იყოს ასრულებული, ხო? ან უნდა ვისწავლოთ აუცილებლად და იმისთვის რომ ვიყოთ ბედნიერები, ჩვენ უნდა გავიგოთ ეს ზუსტად რა მჭირდება, მივიღოთ სამყაროდან ეს ნიშნები, იმიტომ მივდივარ ჩვენ ხშირად ასეთ მდგომარეობაში, რომ თავიდან ყველაფერი კარგად იყო, თავიდან იყო ძალიან სასიამოვნო ყველაფერი, მაგრამ მერე უცბად შეიძლება რაღაცა იცვლება და აი ეს არ დავიწყება, აი ზუსტად ეს გაკვეთილები იწყება ნამდვილად იმისთვის, რომ ჩვენ აი ჩვენი სრულყოფილობა ნახეთ, მოვიპოვეთ. ჩვენი ფასი ვიპოვეთ, ჩვენი ის გაკვეთილი ჩვენ ყოველთვის მივდივართ და მიზანი არის სულის, როცა მოდის, რომ იყოს აქ ბედნიერი. უბრალოდ თუ ჩვენ არ გვინდა რომ გავიღვიძე დროზე ადრე, აუცილებლად მოხდება ისეთი მომენტები, რომელიც შეიძლება ჩვენ არ მოგვეწონოს. ნუ აი სხვანაირად ადამიანი ვერ სწავლობს. გვაღვიძებენ, ხო? ნუ ნახოთ ახლა ჩვენ დღეს კონკრეტულ სიტუაციაში რამდენიმე კითხვა მაქვს გამზადებული, მან არა წამოვიდა. ვფიქრობდი სხვა დასას, მაგრამ რატომღაც მან არა წამოვიდა, მან არა არის საერთოდ უიბარი წამალი, ანუ ნებისმიერ ადამიანისთვის, ვინც დაუშვათ ფსიქოლოგია, უბრალოდ ფსიქოლოგად მუშაობს, ტაროლოგების უცხო საერთოდ სულ ყველას ეს რეკომენდებულია, რომ იცოდეს მან არა, იმიტომ რომ ურთიერთობაზე, ნუ ყველაზე საუკეთესოდ ლაპარაკობს ეს დასტა. ეს ფსიქოლოგიის წიგნი, ხო, უშუალოდ ურთიერთობაზე, ურთიერთობაზე არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ურთიერთობა იხილება. ჩვენ ახლა დღეს ვნახოთ აი თქვენს პარტნიორთან. აბა ვნახოთ. როგორ გრძნობთ თავს თქვენ დღეს ამ ურთიერთობაში, აი ახლა რომელიც მიმდინარეობს თქვენ ურთიერთობაში, როგორ გრძნობთ თავს. თუ დაუშვათ თქვენ ამ წუთში არანაირი ურთიერთობები არა გაქვთ, მაგრამ გაინტერესებთ ეს თემა, შეგიძლიათ თქვათ ნახოთ, ნუ რომელიმე ის ურთიერთობა, რომელიც თქვენ გქონდათ, დაუშვათ, ან შეიძლება დასრულდა, ან შეიძლება დიდი ხნის წინ დასრულდა, შეგიძლიათ, ნუ აი ეს ჩაიფიქროთ, იქნება გაარკვიოთ ბევრი რაღაცა, იმიტომ რომ ტარო არის ზუსტად ეს უნიკალური სისტემა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ გავიგოთ რატომ მოხდა, რისთვის მოხდა, რა უნდა, რა შემიძლია რომ გამესწორებია, ან რა შემიძლია რომ გამოვასწორო, რაზე უნდა, ანუ მიგვითითებს, ანუ როგორც წიგნი რა, რაღაცა კითხვა რო გაგეძებ წიგნს, გადაშლი და იქ წაიკითხავ იმ თემაზე, რაც შენ გინდა, ანუ ChatGPT, ხო? და კარგით, აბა ვნახოთ, როგორ გინდათ რომ
იგრძნოთ თავი ამ ურთიერთობაში, თქვენ როგორ გინდათ რომ იგრძნოთ? რა გიშლით თქვენ ხელს, რომ ანუ უფრო თუ კარგად ხართ, უფრო კარგად რო იგრძნოთ თქვენ თავი ამ პარტნიორთან. შეიძლება ეს იყოს შიშები, რაღაცა თქვენი დადგენილებები, რაღაცა შეიძლება ძველი სცენარიები, იმიტომ რომ არის სხვათა შორის ხშირად ესეთი თემა, რომ ადამიანი, თქვათ ახლა ძველი სცენარის, თქვათ ქონდა რაღაცა ურთიერთობა და იმ ძველი სცენარის ბოდიში ცუდად ვიტყვი, მიათრევს ახალ ურთიერთობაში. აი ეს არის ძალიან დამღუპველი თემა და შეიძლება ესეც უშლიდეთ ხელს. Так, შემდეგი. არის თუ არა საჭირო რომ რამე შეცვალოთ ამ ურთიერთობაში? და ისიც ვკითხოთ, მაღალი ძალები აქ ახლა ჩვენთან ახლა ეგრევე ეროფანტი გამოჩნდა, ხო? ანუ ესე იგი წყვილ არაფერი არ ხდება, იმიტომ მეც ახლა ესე ციფრცეში ვარ ახლა. რა თქმა უნდა, დასწრებით შემედი აქ მელაპარაკებიან. არის თუ არა, ანუ როგორი გეგმები აქვს მაღალ ძალებს ამ ურთიერთობაზე. ნახოთ, რა გაკვეთილები შეიძლება გაიაროთ თქვენ, ხო? კიდე თუ არის რამე, ან შეიძლება გადიხართ, ხო? და პერსპექტივაც ვნახოთ. აი ასე გავაკეთებ და დანარჩენი ახლა უკვე ვნახოთ. პირველი, ანუ თქვენ როგორ გრძნობთ თავს ამ ურთიერთობაში. იცით როგორი სიტუაცია არის? ეხლა შეიძლება იყოს კრიზისული, მაგრამ როგორი, იცით? ანუ შეიძლება ვერ ხვდებოდეთ აი დაუშვათ ადამიანი თქვენი პარტნიორის ახლა საქციდან, მაგრამ ჩვენ ალბათ როგორ გრძნობ თავს შენ. ანუ გოგოს პრინციპში გრძნობა რო გითხრათ რომ ანუ არა აქვს, როგორ არა. მაგრამ თითქოს შეიძლება ესეთ როგორ არის, ან ზოგჯერ ვერ იგებ თქვა თქვენი პარტნიორის საქციელს. შეიძლება დაუშვათ ხართ ზოგჯერ დაძაბული, იმიტომ რომ ეჭვიანი შეიძლება იყოს თქვენი პარტნიორი. ან უცბად რაღაცაზე გაბრაზდება და თქვენ ვერ ხვდებით როგორ უნდა მოიქცეთ, იმიტომ რომ ანუ აქ ბევრი ემოცია როდებს ამ ურთიერთობაში, ეგ არის და თქვენ როგორ გრძნობთ, აი ზოგჯერ გაუგებრათ. აი მოდით კიდე ეს მინდა რომ გავხსნე ახლა. ანუ რას გულისხმობთ თქვენ ახლა აქ როგორ გრძნობთ თავს ამ ურთიერთობაში? არა. მაინც მან არას დავეხმარები მე. როგორ გრძნობთ თავს, იმიტომ რომ ხო გეუბნებით, აი შეიძლება ვერ ხვდებით, რომ თქვათ რატო ბრაზდება თქვენი პარტნიორი, მაგრამ თქვენ პრინციპში რო გითხრათ, რა გახმოვებული ხართ და ნახოთ, როგორ გრძნობთ თავს. არა, თქვენ სტაბილურად, იცით როგორ არის, ანუ უშუალოდ აი რო ავიღოთ, აი თქვენ როგორ ხართ, ხო? პრინციპში თქვენ გაქვთ რაღაცა თქვენი საქმე. თქვენ ხართ ამ საქმედ დაკავებული. თქვენ დაუშვათ, გაქვთ რაღაცა მომენტი, რაც თქვენ გიხარეთ. შეიძლება აქ ნახეთ, მან არა საერთო როგორი თვისება აქვს, ყოველთვის აჩვენებს, აქ ურთიერთობაში მინიმუმ 2 ადამიანი არსებობს, ხომ ასეა და ამიტომ რადგან ჩვენც ახლა ურთიერთობაზე ადამიანი კაცის და ქალის ურთიერთობაზე გვაქვს საუბარი, აქაც რა თქმა უნდა 2 პერსონაჟია, მაგრამ ჩვენ უშუალოდ გოგოზე ვიკითხები და გოგოსო მაჩვენებენ, რომ პრინციპში შეიძლება დაჟე როგორ არის, იცით, რომ აი არც აქცევთ თქვენ ყურადღებას იმაზე, თუ დაუშვათ პარტნიორი არის რამე თქვათ უკმაყოფილო, ზოგჯერ არის თქვათ ბრაზდება, ეჭვიანობს და შეიძლება თქვათ ემოციაში გადავარდეთ, მაგრამ აქ მაჩვენებენ, რომ პრინციპში თქვენ ანუ როგორ არის დაჟე რას ვეთყოდი, იცით? თუ დაუშვათ თქვენ, ნახეთ, აქ ძალიან ისეთი ინფორმაცია არის, ნახეთ, არა ხართ სულ ქმარი, ხო? თქვენ შეიძლება ისე იმდენად თვითქმარი ქალი ხართ თვითონ, ხო? რომ თქვენ საერთოდ მშვენივრად კარგად გრძნობთ, არ აქცევთ ყურადღებას არც მის თქვათ გაბრაზებაზე, არც მის წყენაზე, არც მის ეჭვებზე. აი არაფერზე რა, მოდით ასე რომ ვთქვათ. აი ეგეთი ენერგია მოდის აქ. აქ დაჟე შეიძლება თვითონ ბიჭიც ვერ ხვდება, რომ შენ ასე მშვიდად რატომ ხარ? ვერ ხვდები, რას გეუბნები? რატომ ბრაზდები? შეიძლება დაჟე ეს თქვენი თვითქმარება აღიზიანებდეს ზოგჯერ, ან თქვენი ურეაქციობა.
ნახოთ აბა როგორ გინდათ რომ თქვენ იგრძნოთ თავი ამ ურთიერთობაში. ყურუმი. იცით რა არის? აქ დაჟე როგორ გინდათ, აი აქ შეიძლება შემიძლია ვთქვა რომ თქვენ თვითონაც არ გინდათ, არ იცით როგორ გინდათ რომ იგრძნოთ თავი აქ. იმიტომ რომ ყურუმი საერთოდ მანარაში არის ესეთი არკანი, რომელიც გვაჩვენებს უფრო ანუ მე არ ვაჩვენებ იმას, რაც არის სინამდვილეში. ამიტომ ახლა ამ კითხვაზე მე პრინციპში შემიძლია ვთქვა რომ როგორ გინდა შენ რომ იგრძნო თავი ურთიერთობა, შეიძლება შენ თვითონაც არ იცი ჯერ. ფიქრობ ერთს, იქცევი სხვანაირად, აკაც ჩამოყალიბება გჭირდება. რა გიშლის შენ ხელს დაუშვათ იგრძნო ან კარგად თავი, ან უფრო კარგად თავი ამ პარტნიორთან. რა გიშლის ხელს, რა გიშლა საინტერესო, რა გიშლის ხელს, რომ იგრძნო თავი. იცით რა არის? აი აქ მე მაგალითად რას ვიტყოდი? რა გიშლის ხელს? შეიძლება არც არაფერი. შეიძლება შენ თვითონ უშლი ხელს ამ ყველაფერს. იცით როგორ არის? გვერდხების, ანუ ცეცხლის დედოფალი, ახლა მანარაში ეგეც ისეთი ენერგია, როცა, აქ ძალიან რას მაჩვენებენ, იცით, მე რას უფრო ვხედავ. აი, ქალი არის დამოუკიდებელი, ანუ ამ მამაკაცზე ამ მოცემულ მომენტში, აი აქ ადამიანი არ არის არანაირად, რო ვთქვათ, ახლა მამაკაცზე დამოკიდებული. აი აქ ვერ ვხედავ ამას რა. იმდენად შეიძლება თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, რომ ან გინდას ფინანსურად არა ხარ თქვენ დამოკიდებული მამაკაცზე. გოგოებო, თუ ხართ, ესე იგი მე შემიძლია გითხრათ მაშინ, რომ აი არა ხართ კმაყოფილი ბოლომდე დაუშვათ, რომ არ დებს მამაკაცი, ანუ თქვენში იმდენს რაც თქვენ გინდა. ან შეიძლება თქვენ ახლა ელოდებით მეც და შეიძლება ამ ფულის გამო დაუშვათ ახლა ეს ადამიანი თქვა რაღაცა საყვედურს გეუბნებათ. ეს ძალიან პატარა პროცენტს. უფრო შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ თქვენ თვითონ ახლა უფრო აქ არანაირად არაფერი არ გიშლით ხელს რა. თქვენ რო იყოთ მასთან ბედნიერი, იმიტომ რომ თქვენ როგორი ადამიანი ხართ, მე რაც მინდა იმას ვაკეთებ, იმიტომ რომ მე ახლა ჩემი ცხოვრება აქ ნორმალურად აქ არ არის ეს სიტუაცია, რომ თქვა ადამიანი ახლა დამოკიდებულია პარტნიორზე. არა, მე თუ რამე მჭირდება და მე თუ მინდა, კი. ერთადერთი რომ შეიძლება თუ ვინმეს კიდე ნახეთ, შეიძლება ეგეც პატარა პროცენტს შეიძლება გქონდეს, რომ თუ დაუშვათ თქვენ ცოტა სექსუალური თემა მოიკოჭნებს. ეგეც ნახეთ რა შემთხვევაში, რომ მოდიოდა აქ ინფორმაცია, თუ თქვენ ცოლი ხართ, თქვენ იმის მიუხედავად, რომ დაუშვათ ახლა უკვე აღარ არის ის ბედნიერება, ასე რომ ვთქვათ, თქვენს შორის, როგორიც იყო ადრე, თქვენ უბრალოდ ფიქრობთ, რომ მე ცოლი ვარ და უკვე всё რა, პრინციპში და ოჯახი მაქვს და ან საერთო საქმე გაქვს დაუშვათ და მაგით გმაყოფილდებით, იმიტომ რომ აქ მაშინ მაგ შემთხვევაში თქვენ даже მალავთ იმას, რომ თქვენი პარტნიორიდან თუნდაც აი ეს ელემენტარულად ვთქვათ, აი სექსუალური ურთიერთობა არა გაქვთ, გაკლიათ, გაიგეთ და შეიძლება აი ეს მომენტი არის, რომ დაუშვათ, ან ფიქრობთ, რომ ვაი თუ მაგას ყავს ვინმე, კიდე შეიძლება მაგაზე ეჭვიანობთ, რომ შეიძლება ყავს ვინმე. და ეს არ გაძლიერდა, იმიტომ რომ შეიძლება იყო დაუშვათ სცენარი, რომ წინა თქვათ ურთიერთობაში იყო ღალატი, ან პროგრამა გაქვთ ესეთი თქვენში, რომ არა გაქვთ ნდობა და სულ ეჭვეგეპარებათ თქვათ, ხო? და აქ ბევრი პროგრამები შეიძლება თქვა, შეიძლება საგვარეულოს პროგრამები, დედის მხრიდან პროგრამები მუშაობს, აქ შეიძლება ელაპარაკო ამაზე ძალიან ბევრი. და იმიტომ ვამბობ ხოლმე და ვიმეორებ, რომ მე მაგიტომ ვაკეთებ ხოლმე უშუალოდ აი გაშლას, დიაგნოსტიკას, მატრიცას, ხო იცით თქვენ რომ მე არა მხოლოდ ახლა ტაროს ვიყენებ, ბედის მატრიცას, იმიტომ რომ იქ ეგრევე ჩანს ყველა პროგრამები და უკვე ადვილი არის, რომ ადამიანს თქვა დააყვალე, ანუ რა უნდა გააკეთოს, რომ თქვა ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს, უშუალოდ მაგას, რა საჯაროდ ეს რა თქმა უნდა შეუძლებელია, მაგრამ აქ უბრალოდ გვაძლევენ ჩვენ აი ნიშანს, მინიშნებას, რომ შეიძლება იყოს, თუ დაუშვათ თქვენ ახლა ჩემი აღწერიდან მიხვდეთ, რადგან მე ვლაპარაკობ, რომ არის თქვენ შემთხვევა,
თქვენთანაც ეგეთი შემთხვევა, ესე იგი იცოდეთ, რომ აქ არის საგვარეულოს პროგრამებიც მუშაობენ, აქ რაღაცა შეიძლება დედის მხრიდან არის რაღაცა მომენტები აქ. იმიტომ რომ როცა შენ არ იცი როგორ უნდა იგრძნო შენ თავი პარტნიორთან, შეიძლება ზოგჯერ თქვათ, ეხლა გოგოებს, ეშინიათ თავისი სექსუალურის, თქვათ, სექსუალურობის გამოხატვა, რამე არ იფიქროს დაუშვათ, ხო? даже შეიძლება გამოცდილიც იყოს ქალი, მაგრამ აი პარტნიორთან ურთიერთობაში, ცდილობს რომ არ გამოაჩინოს ეს თავისი რაღაცები, იმიტომ რომ ეს ძველი პროგრამები მუშაობს, რომ აი, თუნდაც ახლა აი ქალიშვილობის პროგრამები, რო თქვათ, ახლა უნდა იყოს ესეც მაგარი პროგრამაა, სხვა შეს როცა იცი კარგად. და არის, აქ რაღაცა მომენტები არის. კარგით, ახლა ძალიან არ ჩავუღრმავდებით, იმიტომ რომ ეს არის საჯარო გაშლა, რა თქმა უნდა, ახლა ყველასთვის არ იქნება ეს ინფორმაცია, ვისთვისაც არის ძალიან კარგია, რომ ცოტას მაინც გაიგებთ. უნდა თუ არა რამე შეცვალოთ ამ ურთიერთობაში. პრინციპში რო გითხრათ რაღაცა, რომ უნდა შეცვალოთ, აქ იცით როგორი მომენტი არის. თქვენ ხართ აქ ძალიან მიჯაჭვული, თქვენ რაღაცას, რამე რო შეცვალოთ. აქეთ ყობა ჯერ კიდე ახლა ვნახავთ ჩვენ აქ რაღაცა პროგრამები კიდე გაქვთ ამ ადამიანთან დასამუშავებელი, ამიტომ თქვენ რო თქვა რომ რამე შეცვალოთ, არა, შეიძლება ერთადერთი რა, რომ ადამიანს დაელაპარაკოთ, მეგობრულად თქვა დაელაპარაკოთ და რომ თუ დაუშვათ თქვენ უკმაყოფილო იმ შემთხვევაში თუ რაღაც არ გაკმაყოფილებს და აქ შეიძლება იყოს ეს სექსუალური თემა დაუშვათ კი ან დაუშვათ ახლა შეიძლება არ მაღიარებს ისე როგორც მე მინდა თქვა და მე ახლა მარტო ის რასაც მაძლევ იმით კმაყოფილდები შეგიძლიათ აქ დაელაპარაკოთ თქვენს პარტნიორს კი რომ აქ არა იცით როგორ არის აქ შეიძლება ადამიანი უბრალოდ არ უშვებს მაგრამ ლაპარაკი საუბარი გინდათ აუცილებლად გინდათ აქ საუბარი თუ გინდათ რომ ეს ურთიერთობა კიდე გაგრძელდეს ანუ უნდა აუხსნათ ადამიანს რაღაც მომენტები საერთოდ ყველაზე მაგარი არის ურთიერთობაში როცა ადამიანები ერთმანეთს პრეტენზიას კი არ ეუბნებიან უბრალოდ საუბრობენ და ეუბნებიან რომ აი მე მაგალითად აი ეს თქვათ გულის მტკენს. აი მე მაგალითად ასე რომ იყოს, ჩემთვის აი ეს იქნებოდა სასიამოვნო. მაგრამ ეს არ უნდა იყოს ისე რომ ეგოისტივით მარტო შენ რაც გინდა, იმასაც უნდა მოусმინო და რაღაცა საერთო აზრამდე უნდა მიხვიდეთ. ნახოთ ახლა რა გეგმები აქვს მაღალი ძალებს ამ ურთიერთობაზე, პირველ რიგში გაკვეთილები. გაკვეთილებს რას გვეუბნებიან, რომ თქვენ რაღაც თითქოს აი ერთმანეთის სარკე ხართ, იცით, ასე ვეთყობდი მე ამ შემთხვევაში რა. და ამიტომ უნდა უყუროთ ერთმანეთს და სხვათა შორის ერთმანეთზე ძალიანაც მოქმედებთ, რო უყურებთ, მე იცვლებით. აქ ახლა იცით რა არის, აქ შეიძლება იყო თქვენ даже მონათესავი სულები და შეიძლება რბილად ასწავლეთ ერთმანეთს რაღაცას, ან ერთმანეთს რბილად ეხმარებით რა. არ გამოვრიცხავ ამასაც, იმიტომ რომ აქაც მაჩვენებს, რომ არის რაღაც დამოკიდებულება ერთმანეთზე. პრინციპში მე გითხარით კიდევაც თქვენ, იცით როგორი პროგრამა არის კიდე აქ შეიძლება იყოს, რომ აი მანძილის პროგრამა არის, ზოგჯერ მუშაობს, როგორ იცით, რომ აი დაუშვათ მანძილზე შეიძლება აშორებენ ადამიანს იმისთვის, რომ მაგ დაშორების პერიოდში როცა არა გაქვს საშუალება რომ ეკონტაქტო, ხო? შენ რაღაცას პოვლობ, ან კარგს, ან ცუდს. ანუ ესე იგი დაუშვოთ შეიძლება თქვა თქვენ ახლა სულ კონცენტრირებას აკეთებთ სიტყვაზე იმაზე რაც არ აკეთებდა ეს პარტნიორი, მაგრამ როცა თქვა ხართ დაშორებულები, ამ შემთხვევაში დაუშვოთ არის სიტუაცია, რომ თქვა აი როცა არის ამას ხო აკეთებს, გაიგეთ რა ხდება და უფრო მეტ პოზიტიურ თვისებებს შეიძლება დაენახავთ რა. კიდე გაკვეთილები არის, აი ზუსტად ეს გაკვეთილები კიდე როგორ იცით, აი როცა ხარ მიჯაჭვული, ნახეთ როგორ, აი რატო არ მირეკავ, რატო არ მწერ, სადა ხარ, აი და ასე შემდეგ, ხო ხდებით რა, ეგ მომენტიც შეიძლება იყოს და აი თითქოს ამ გაკვეთილით
თქვენ ცდილობენ რომ გამოგიყვანოთ კიდე რა უფრო ამ სიტუაციიდან და უფრო აი უკვე თქვენ გიხარ და გრძნობ თავს ძალიან მშვენივრად გრძნობ თავს აქ თვითქმარად, მაგრამ უკვე აღარც აქცევთ პრინციპში, მაგრამ ნუ აი ეს ურთიერთობა, აი ეს ნუ კიდე უნდა უფრო დაამაგროთ, ასე ვთქვათ. ანუ რაღაცნაირად კიდე რამე პროგრამები თუ დაგჭირთ თქვენ აი ეს უკმარობის აი ეს ალბათ მაგაზეც იმუშავებთ რა, ანუ როცა რაღაცა არ ქმარა, რაც შენ გინდა, ხო ხდებით? აი აქ მე მგონი ამაზეც კიდე ცოტა მოგიწევთ მუშაობა. და პერსპექტივაზე პრინციპში თუ ჯერ ერთმანეთს თქვენ სჭირდებით. ერთმანეთს სჭირდებით და ამიტომ აქ პერსპექტივა გაქვთ, იმიტომ რომ ახლა პრინციპში ადამიანსაც ახლა უნდა რომ თქვენ დაგეხმაროს, გვერდში დაგიდგეს და აქ ვერ ვხედა, ვერ ვიტყვი იმას, რომ თქვათ ახლა დაშორება ან რამე, ხო? ნუ მე ხარ როცა ვხშლით და შეფიქრებული მქონდა მაქსიმუმ 6 თვე რა, ამიტომ რომ ტაროს ახლა რაც უფრო ზუსტ კითხვას დაუსმე, უფრო მეტად მიიღებ ზუსტ პასუხს. სხვათა შორის აი ტაროლოგების კლუბი რო გავხსენი, აი იქ იქნება ძალიან ბევრი ისეთი თემები, როცა აი ვასწავლე უშუალოდ, აი თუნდაც ეს მომენტით, რომ აი სწორედ როგორ უნდა დაუსვა ტაროს კითხვა, რომ სწორი პასუხი მიიღო, ზუსტი პასუხი მიიღო, აი სიზუსტე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. ხო და ვისაც გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, შემოგვიერთდით, ეხლა მიწერეთ ჩემს დამხმარ ჯგუფს და დაგიხსნიან როგორ მუშაობთ ჩვენ. ნუ პრინციპში ახლა აქ დასამატებელი ახლა ისეთი არაფერი მაქვს, რატომ გეტყვით? ნახეთ, ეს ესეთი გაშლა არის, რომ ეს რო იყოს დაუშვათ პირადი გაშლა, აქ შეიძლება ძალიან ბევრი რამე კიდე ადამიანს აუხსნა, მაგრამ იმდენად რაღაცნაირად არის ეს გაშლა აი არასაჯარო, რომ ეხლა მე რო თქვა დაუშვათ კიდე მეტი ინფორმაცია აქედან მოგცეთ, შეიძლება დაუშვათ ეს არ იყოს თქვენი, მაგრამ შეიძლება ზოგისთვის იყოს აი მართლა როგორც პირადი გაშლა რა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მითითებული რაღაც მომენტები ადამიანისთვის იქნება და გაითვალისწინებთ. მე კი გესურვებთ ყველაფერს კარგს, როგორც ყოველთვის.